დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტორენაზე თარგმანით. ჩვენ ადამიანზე ვსაუბრობთ. ადამიანზე როგორც ყველაზე დიდ ღირებულებაზე ნებისმიერ საზოგადოებაში. ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანის სიცოცხლეზე, რომელიც ყველაზე მეტად გასაფრთხილებელია და ყველაზე მნიშვნელოვანია თავად ადამიანისთვის და ასევე უნდა იყოს საზოგადოებისათვის. ჩვენ ვსაუბრობთ სხვადასხვა დიაგნოზზე და ხაზგასმით ვამბობ ხოლმე იმის შესახებ, როგორ არ შევხვდეთ დიაგნოზს, როგორც განაჩენს. რატომ საუბრობთ სხვადასხვა პრობლემაზე? იმიტომ რომ ვისწავლოთ ჩვენი დაავადებები და შევძლოთ მათთან უკეთ თანაცხოვრება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ქრონიკულ დაავადებებზე ვსაუბრობთ, ანუ ისეთ პრობლემებზე მთელი ცხოვრების მანძილზე რომ იყვება თან. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ ომი და ბრძოლა გვჭირდება. დიახ, ზოგჯერ არის დიაგნოზი, როდესაც ადამიანი ყოველდღე იბრძვის. ყოველი ბრძოლა შეიძლება იყოს წარმატებული ან წარუმატებელი. მაგრამ მთავარი ამ შემთხვევაში არის გზა, რომელიც ომში გამარჯვებამდე მიგვიყვანს. სწორედ ამ გზაზე საუბრობენ ყოველდღიურად ის ადამიანები საკუთარ თავთან, ვისაც ონკოლოგიური დიაგნოზი აქვს. სწორედ ასეთ განსაკუთრებულ ისტორიებს გიყვებოდით ჩვენ წლების მანძილზე და გიყვებით ჩვენს გადაცემაში. იმისთვის რომ ეს მაგალითები იქცეს მოტივაციად, ძალად ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც დღეს დაუსვეს ეს დიაგნოზი, ვისაც ეს რთული გზა გასავლელი აქვს, თუმცა ძალიან კარგად ესმის, რომ ნებისმიერი ბრძოლა ეს არის მხოლოდ საფეხური საბოლოოდ ომში გამარჯვებისთვის. მე დავამარცხე კიბო არის ჩვენი გადაცემის განუყოფელი ნაწილი, პროექტი, რომელიც დღეს მოკლე კოლაჟის სახით მინდა გაგახსენოთ. იცით, ესეთი ისიც არსებობს ადამიანებში, რომ ვაიმე რომ მივიდე კლინიკში რაღაც აღმომაჩნდეს, ჯობია აღმოგვაჩნდეს დროულად და თავიდან დაწყებით სტადიაში ეტაპზე, ვიდრე შემდეგ იყოს გვიან. ჩემ შემთხვევაში სწორედაც იმან მიშველა, რომ ძალიან საწყის ეტაპზე აღმოვაჩინე და რას ვურჩევ, ბუნებრივია ვურჩევ იმას, რომ აუცილებლად დროულად მივიდნენ და ჩაიტარონ სკრინინგ ცენტრში ყველანაირი საჭირო კვლევები და ასაკობრივი კვლევები იქიდან გამომდინარე, რომ საწყის ეტაპზე ეს მართლა განაჩენი არ არის და მართლა ჩვეულებრივად განკურნებადი დიაგნოზია. მინდა ყველა ქალბატონს მიმართოვი. ნუ უცდიან 40 წლის ასაკს, წელიწადში ერთხელ მაინც ჩაიტარონ ეკოსკოპიური გამოკვლევა. აუცილებლად ეს არის ჩემი რჩევა. ქოსტობიაში ყველას ეშინია რომ მივიდე და რამე აღმომაჩნდეს, ბევრი ასეთი პასუხი გამიგია, რომ ვთხოვ, რომ აი იქნებ მიხვიდე. არ მცალია რომ რამე აღმომაჩნდეს, ახლა ესეც ხო ძალიან საოცარი პასუხია. პირიქით რომ მიხვალ და გაიგებ რომ არაფერი არ გჭირს, მთელი წელი ხარ ლაღად და თავისუფლად რომ არაფერი არ გჭირს და 1 წლის შემდეგ 1 საათის გამონახვა, წელიწადში 1 საათი ხო შეიძლება გამონახო საკუთარი თავისთვის და მე ხარ ძალიან თავისუფალი და ლაღი რომ არაფერი არ გჭირს. ცხოვრების წესი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ შევთანხმდით, როდესაც ადამიანზე ვსაუბრობთ, ადამიანის არსებობა უკავშირდება მის არჩევანს ცხოვრების წესთან დაკავშირებით და ცხოვრების წესი კი არ გახლავთ უბრალოდ სიტყვების კომბინაცია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კონცეფცია, რომელიც თავის მხრივ უამრავ ფაქტორს აერთიანებს. როდესაც ქრონიკულ დიაგნოზზე ვსაუბრობთ, როდესაც ონკოლოგიურ დაავადებაზე ვსაუბრობთ, ცხოვრების წესი განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს, რადგან თანამედროვე მედიცინამ არაერთხელ დაადასტურა, ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის ცხოვრების წესი. ეს არის შეცვლილი ცხოვრების წესი თავად ამ ადამიანისთვის, მისი ოჯახის წევრებისთვის და ხშირად მისი ახლო და შორეული გარემოცვისათვის. თუ რატომ ამაზე ვისაუბრებთ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმართან ერთად, რომელსაც თქვენ ძალიან კარგად იცნობთ. იგი გახლავთ ჩვენი გადაცემის ძალიან დიდი ხნის მეგობარი, დიდი გულშემატკივარი, პრაქტიკულად ჩვენი გუნდის წევრი, კლინიკური ონკოლოგი ქალბატონი ნია შარიქაძე. ნია, დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. მე ვახსენე ცხოვრების წესი.
და ჩვენ სტუდიაში უნდა ვისაუბროთ იმაზე, რასაც თქვენ ყოველდღიურად წლების მანძილზე უყურებთ. უყურებთ სწორედ იმ კონტექსტში, რაც მე ვახსენე, არა ერთი ადამიანის, არამედ მთელი ოჯახის შეცვლილ ცხოვრების წესზე ვლაპარაკობთ და მიუხედავად ამისა, ცხოვრების წესს მაინც აქვს თავისი კონკრეტული წახნაგები, რომლის გათვალისწინებაც გვჭირდება ყველა პაციენტის შემთხვევაში ინდივიდუალურად. მოდით დავიწყოთ მთავარი ფრაზით. მართლაც ასეთი მნიშვნელოვანია ონკოლოგიური დიაგნოზით გამოწვეული ცხოვრების წესის ცვლილება თავად ადამიანისთვის და მისი ოჯახისთვის. მოგესალმებით მარი, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მე ყოველთვის განსაკუთრებული სიფრთხილით ვეკიდები თქვენთან სტუმრობას და ყოველთვის მინდა ხაზი გაუსვა, რომ აქტუალურ საკითხებს და ძალიან სენსიტიურ საკითხებს ეხებით. ცხოვრების წესი ყველასთვის მნიშვნელოვანია. ჩვეულებრივი ადამიანისთვის, მათთვის ვისთვისაც ჯერ დიაგნოზი არ არის ცნობილი, ან საერთოდ არ ქონია მას ონკოლოგიური დაავადება. ონკოლოგიური დიაგნოზი, კიბოს დიაგნოზი, განსაკუთრებულ სტრესულ მდგომარეობად არის აღიარებული მთელ მსოფლიოში. ეს აღიარებული არა მარტო ჯანმოს მიერ, არამედ ფსიქოონკოლოგიის მიერაც. სტრესი ისედაც ყველას გვაქვს და ვიცით ჩვენ ეს სტრეს ფაქტორები ცხოვრება სტრესის გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ ონკოლოგიურ დიაგნოზთან ახლავს დამატებითი სტრეს ფაქტორები. ანუ ის ჩვეულებრივი რაც ყოველდღიურად გვაქვს, ამას ემატება ფსიქოლოგიური, ფიზიკური და სოციოეკონომიური გაღრმავება. რა მაქვს მხედველობაში? პირველი, როდესაც დიაგნოზიგებ, ეს არის პირველი სტრესი, შოკი. შემდეგ უკვე გარკვევა იმ სიტუაციაში, რასაც ქვია კიბოს დიაგნოზი. რა არის, რა მკურნალობა გჭირდება, რა პერსპექტივა გაქვს, რა მკურნალობასთან დაკავშირებული იქნება, გვერდითი მოვლენებით, კივილი, ფინანსური მდგომარეობა. რეალურად რთული არჩევანის გაკეთება. ძალიან მძიმეა. ამიტომ პირველი შოკი და მე ეს მithქვამს თქვენი ეთერიდანაც, ჩვენ ჯერ კიდე შენარჩუნებული გვაქვს ოჯახური მხარდაჭერა, მეგობრების მხარდაჭერა, სოციალური მხარდაჭერა. და როდესაც ჩემთვის ძალიან ესეთი მოულოდნელი იყო, როდესაც ერთ-ერთ უცხოურ ევროპულ კლინიკაში თან ვესწრებოდი კონსულტაციას, პაციენტს უთხრეს, პირველ ვიზიტზე ექიმთან მოიყვანეთ თქვენი ახლობელი, რომელიც მოისმენს, რადგან თქვენ აქედან წაიღებთ მხოლოდ იმ ნათქვამის 5%-ს, რასაც ექიმი გეუბნებათ. ხოლო თუ შეიძლება დამატებითი პროცენტები თქვენმა ახლობელმა მოისმინოს. ანუ ექიმმა ამ შემთხვევაში გაითვალისწინა რისკი, რომ ადამიანის ემოციური მდგომარეობა ადეკვატურად ინფორმაციის აღქმის საშუალებას პირველ ვიზიტზე ამას არ იძლევა. მერე რასაკვირველია, ეს შოკი უკვე ლაგდება, უკვე ნელ-ნელა იკვეთება ის მიზნები, პერსპექტივები, ადაპტაცია ელემენტარული და ნელ-ნელა უკვე პაციენტი ხდება იმ დიდი, ასე ვთქვათ, წრის წევრი, რასაც ქვია ონკოლოგიური საზოგადოება, თავის რასაკვირველია ექიმების გუნდთან ერთად. და ყოველთვის ვსარგებლობ შემთხვევით და ვამბობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტი გახდეს იმ დიდი გუნდის წევრი, რომელიც ყველა ერთად იბრძვის ონკოლოგიური დაავადების წინააღმდეგ. სხვანაირად წარმოუდგენელია იმ წვრილ-წვრილი ფაქტორების, ფსიქოსოციალური, ფიზიკური, ფინანსური და თუნდაც გაჯამრთელებული ონკოლოგიური პაციენტის პერსპექტივა ხვალინდელ დღეს. ისე რომ ეს ყველაფერი არის ერთობლივად, ჩვენ სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოება ჯერ შორს არის იმ მხარდაჭერისგან, რასაც ქვია სოციოეკონომიური მხარდაჭერა, რასაც ქვია ფსიქოლოგიური, ონკოლოგიურ პაციენტთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. არსებობს ამის ჩანასახები, მაგრამ ეს ჯერჯერობით ფართოდ არ არის დანერგილი. თუმცა ნაწილობრივ ამას ოჯახი, ახლობლები ანაცვლებენ. თუმცა სამედიცინო თვალსაზრისით გამართული სამედიცინო კონსულტაციები კიდე განსხვავებული. აბსოლუტურად გეთანხმებით, მარი, რომ ამ დროს არა მარტო პაციენტის ფსიქოსოციალური მდგომარეობა იცვლება, არამედ ოჯახის და მისი ახლობლების, იმიტომ რომ გადათამაშება ხდება ბევრი მიმართულებით. აი თუნდაც ვთქვი, ფიზიკური პრობლემები, ხო? ფიზიკურში იგულისხმება თვითონ დაავადებისგან გამოწვეული ბევრი სიმპტომატიკა, პარალელურად
მკურნალობისგან გამოწვეული ბევრი სიმპტომატიკა. რის ფონზეც შფოთვა მიდის არა მარტო იქითკენ რა იქნება გამოსავალი, არამედ პაციენტი ხდება მოსავლელი, ვიღაცაზე დამოკიდებული, მისი ცხოვრების წესი იცვლება, მისი როლი იცვლება, როგორც დედის, მეუღლის, თუნდაც მამის. ამიტომ განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას აქვს ეს სტრესი, პასუხისმგებლობა ოჯახის წინაშე, როდესაც განსაკუთრებით ქალები მაპატიონ მამაკაცებმა, მაგრამ ქალების როლი ოჯახში ძალიან დიდია, დედა, მეუღლე, შვილი და მათი ფუნქციური მდგომარეობა, ფუნქციური სტატუსი იცვლება. ეფიქრება და რასაკვირველია და ამ დროს ეფიქრება. ხშირად ამბობენ, ცოტა ხანი მოირგე პაციენტის როლი. მე მithქვამს პაციენტისთვის, ცოტა ხანი მიანდეთ თქვენებს თქვენი თავი. მოგიარონ ცოტა ხანი. ეს არის ცოტა ხანი დროებითი იმისთვის, რომ ხვალ ისევ დაუბრუნდეთ გაჯამრთელებული ოჯახის, ასე ვთქვათ, ჩვეულ როლს. როდესაც თქვენ ახსენეთ რამდენად მნიშვნელოვანია სიტყვა გადათამაშება, ახსენეთ, რამდენად მნიშვნელოვანია არა ერთი, არამედ ბევრი ადამიანის აი ამ საერთო სცენარში ჩართულობა, ცხოვრების წესი რასაკვირველია განსხვავებულ დატვირთვას იძენს. მე სიტყვათა შეთანხმება, როდესაც ვიგულისხმე, აქ რასაკვირველია ამის მიღმა ნავარაუდები არის კონკრეტული ფაქტორები. ყველა დანარჩენ შემთხვევაში დღეს რომ ამ თემაზე არ ვსაუბრობდით, ცხოვრების წესის შესახებ ვიტყოდით, რომ დიახ, ადამიანს სჭირდება კვება, ადამიანს სჭირდება ძილი, ადამიანს სჭირდება ფიზიკური აქტივობა, სტრესი უნდა მართოს, მოიწესრიგოს მაგალითად სქესობრივი კულტურა და სქესობრივი ცხოვრება, მავნე ჩვევებთან დამოკიდებულება შეიცვალოს, იმუნიტეტი გააკარჟოს, ჰიგიენა დაიცვას. ეს ყველაფერი რო თარგმნოთ ონკოლოგიური დიაგნოზის ენაზე. აქ არის რამდენიმე საკითხი. თქვენ თავად ბრძანეთ, ადამიანს შეიძლება შეექმნას ისეთი ფიზიკური პრობლემები, როდესაც სხვა ადამიანები პირიქით მას ეხმარებიან. ანუ ოჯახის წევრების მხარდაჭერა სჭირდება, ახლობლების მხარდაჭერა სჭირდება. ხომ არ კარგავს აზრს ცხოვრების წესის ისეთი ფაქტორები, როგორც მაგალითად ფიზიკური აქტივობა. კი, ჩვენ ვეუბნებით, რომ ეს კარგია, მაგრამ ონკოლოგიური დაავადების შემთხვევაში ისევ ძალაშია ეს რეკომენდაცია. არის მნიშვნელოვანი. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან კარგი კითხვა. იმიტომ რომ შეიძლება სადღაც 10-15 წლის წინ მეთქვა, რომ არა იყოს პაციენტი მოსვენებულ მდგომარეობაში. მე ისევ თქვენი ეთერიდან მithქვამს, რომ პარალელურად პაციენტების ფიზიკური აქტივობა, თუნდაც გარკვეული ძალისხმევის ხარჯზე აუცილებელია. და რასაკვირველია ამაში პაციენტს მხარდაჭერა ჭირდება. თუნდაც ის, როდესაც ის დამოკიდებულია ვიღაცა ოჯახის წევრზე, რომელმაც მასზე უნდა იზრუნოს, მას მოუაროს, ის უნდა იყოს ჩართული მის ფიზიკურ აქტივობაში. იმიტომ რომ ლოგინზე მიჯაჭვა არ არის სწორი. ანუ მე არ ვამბობ, როდესაც ადამიანს არ შეუძლია და ვაიძულოთ ტკივილის და ასე ვთქვათ განსაკუთრებული ზიანის მომტანი იყოს. მაგრამ თუნდაც მინიმალური დატვირთვით 5 წუთით, 10 წუთით მისი ფიზიკური აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია. გვერდითი მოვლენების მართვისთვის არის ეს მნიშვნელოვანი. მისი რეაბილიტაციისთვის არის მნიშვნელოვანი. თუნდაც აქცენტების და ასე ვთქვათ ყურადღების გადატანა სხვა ფაქტორებზე, გულისრევის დროს, ღებინების დროს, პაციენტის აქტივობა, მისი ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, ფიზიკური დატვირთვის გადატანა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს კომპლექსში ყველაფერი იწვევს რეაბილიტაციას და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია გვერდითი მოვლენების მართვისთვის. აი ძილი როგორ შემოდის აი ამ ჩამონათვალში? ძილი რასაკვირველია, სრულფასოვანი ძილი ყველასთვის მნიშვნელოვანია და ჩვენ გვითხოვს ჯამრთელი ადამიანებისთვის, ჯამრთელი მოსახლეობის. ამ შემთხვევაში რამდენიმე ფაქტორია ძილის დარღვევის. ერთი შფოთვა, მეორე ცუდი ფიქრები, მესამე უკვე მკურნალობასთან დაკავშირებული ტოქსიურობა. ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ და არ მოვერიდოთ მედიკამენტოზურ საშუალებებს დასახმარებლად იმისთვის რომ ძილი მოვარეგულიროთ, იმიტომ რომ სრულფასოვანი ძილი, დილას გამოღვიძებული, დასვენებული ორგანიზმი ბევრად უფრო ადვილად უმკრავდება იმ გვერდით მოვლენებს, რაც თუნდაც აქტიურ მკურნალობას ახასიათებს. ვიდრე საუბარს გავაგრძელებთ, ჩვენ მაყურებელს
ერთი საინტერესო ისტორია უნდა შევთავაზოთ, ისტორია ბრძოლისა, რომელიც გულისხმობს გრძელ გზას ომში გამარჯვებამდე. და ქრისტის შანავას სიუჟეტი უნდა ვნახოთ რუბრიკიდან მე დავამარცხე კიბო. მე პირადად ამ დიაგნოზმა იმდენად შემიცვალა ცხოვრება, იმდენად რადიკალურად შევცვალე ჩემში ძალიან ბევრი რაღაცა, რომ თითქოს მადლიერიც ვარ, რომ არა ეს დიაგნოზი ამ ყველაფერს ასე ვერ დავინახავდი, როგორც ახლა ვხედავ. მე ვარ ნინო აფაკიძე, ექიმი სტომატოლოგი, თერაპევტი. 2 შვილის დედა, ცხოვრობ თბილისში. ვარ ონკოპაციენტი, რომელიც გავდივარ ახლა მკურნალობის აქტიურ კურსს, იმუნოთერაპიას. მაქსიმ სიმნე მე-4 სტადია და ვიბრძვი გამარჯვებისთვის. 2023 წელს გადავიღე, ხო წავედი სკრინინგზე და სანამ მამულოქთან მივიტანდი ამ დასკვნას და აუცილებლად რომ იმეტანა მეტყოდა უკვე ბიოფსია გავიკეთოთო, ერთ კვირაში გავიკეთე ტესტი და გავიგე რომ არ ორსულად. 1 წელი ისე გავიდა, ბავშვი გავაჩინე, მთელი ორსულობა გავიარე, ნუ რამდენად რთულად რაღაცა ის მქონდა განსხვავებული რაღაცეები, მაგრამ ყველაფერს ვაწერდი რომ ორსულად ვარ. აი ბოლოს უკვე როცა მივედი და გავიგე რომ ძალიან საყურადღებო მდგომარეობა იყო და ეგრევე ექიმმა მითხრა რომ ბიოფსია გავიკეთოთ. გავიკეთე და აღმოჩნდა რომ ნუ ორი კვანძიდან ამოიღეს და ორივე იყო კარცინომა. მთელი ორსულობა მქონია კიბო. იმდენად შოკი იყო რომ საერთოდ დერეფანშეს რომ წავიკითხე და გავშრი რა, ანუ ცრემლი არ მქონდა. აი ესე ვისრესდი თვალებს, უცრემლოდ ვიწმენდი ამ თვალებს. ჩემი ქმარი მეუბნება თან ამ პერიოდში იქნება არ არის რატო ნერვიულობ რა იყო აი აქამდენი ხალია და არავინ ასე არ განიცდის და რა გჭირს და მე ვთხარი კიბო მაქვს თქო და როგორ არ უნდა განვიცადო თქო და ექიმი ვარ თქო და ვიცი თქო რას ნიშნავს მეთქი ეს აი ერთადერთი მომენტი როდესაც ნეტა არ მცოდნოდა თქო ნუ ახლა ეს რას შეცვლიდა მაგრამ ასეთ შოკირებულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდებოდი რა პირდაპირ რომ ეჯახები რომ კიბო გაქვს ნუ ეჯახები კიდე მეორე ძალიან მნიშვნელოვან საკითხს რომ ეს გამოკვლევები სანამ უკვე ოფიციალურად კიბოს დიაგნოზი არ ჩაიწერება ყველაფერი არის ფინანსურ რესურსთან და ამაზე რო ფიქრობ ორი პატარათი ხა საიდან უნდა გქონდეს იმხელა საშუალება და თანხა რომ ჩვენ ორივე ძალიან ვშრომობთ მეც ჩემი მეუღლეც და გქონდა მცირე დანაზოგი და ვაპირებდით სოფელში სახლის აშენებას მომენტალურად რო ფიქრობ რომ ის ამდენი დანაზოგი რასაც აგროვებდი უნდა შენი შვილებისთვის რაღაცა შეგექმნა და ეხლა შენ უნდა დახარჯო იმისთვის რომ შენ იყო ჯანმრთელი ნუ კი გასაგები ამ მომენტში წამიერად ფიქრობ რომ დანაშაულის გრძნობა გიჩნდება რაღაცნაირად რომ რატო დამემართა ეს რა და როგორ შეიძლება ეს ამერიდებია ჩემი მიზანია აი ამ ინტერვიუს მიზანია და ამ სიუჟეტის რომ ამით უთხრა იმ ონკოპაციენტებს რომლებმაც დღეს უნდა დაიწყონ ამ გზის გავლა და დღეს გაიგეს დიაგნოზი გუშინ გაიგეს დიაგნოზი და არიან ძალიან გაურკვევლობაში არიან შეშინებულები მინდა ვუთხრა რომ თუ ჩვენ კიბოს შეუშინდით უფრო მეტად შეგვაშინებთ უფრო მეტად დაგვიმორჩილებს და აუცილებლად უნდა ვიყოთ ძალიან ძლიერები ჩვენ კიბოს როგორც მივიღებთ და როგორც დავხვდებით ესე ვთქვათ, როგორი მედგრებიც ვიქნებით, მედეგები, იმდენად შეშინდება და იმდენად გაიქცევა. კიბო განაჩენი არ არის. როდესაც ჩვენ ცალკეულ ისტორიებს ვისმენთ, ჩვენ ვარაუდობთ, რომ სწორედ ამ ისტორიების მიღმა არის განსაკუთრებული ცხოვრების წესი და ხშირად ეს ისტორიები
ყველა დანარჩენს აძლევს მაგალითსაც, მოტივაციასაც და გარკვეულწილად უზიარებს კიდეც ცხოვრების იმ წესს, რომელიც გამარჯვებამდე მიიყვანს ადამიანებს. მაგრამ თუ ცხოვრების წესის ფაქტორებზე ვსაუბრობთ, ჩამონათვალი გრძელდება და ამ ჩამონათვალში ძალიან ხშირად, გამორჩეულად ხშირად გვისაუბრია განსაკუთრებით პანდემიის დროს იმუნიტეტთან დაკავშირებულ რისკებზე, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ზარალდება. რამდენად შეუძლია ადამიანს საკუთარი იმუნიტეტზე იზრუნოს და შესაძლებელია თუ არა ცხოვრების წესის მართლაც გამორჩეულ ფაქტორად იქცეს მისთვის მავნეჩვევების რეგულირებასთან ერთად. აქ ორი მნიშვნელოვანი საკითხია. ერთი ჩვეულებრივი სტრესის ფონზე განვითარებული იმუნოდეფიციტი, იმიტომ რომ რახან ჯანმო აღიარებს სტრესის გამოწვევ ფაქტორებს, გულისხმობს სწორედ იმუნოდეპრესიას, რომელიც შემდეგ რეალიზდება სხვადასხვა თუნდაც დაავადებად, თუნდაც ფსიქოლოგიურ ფაქტორებში, თუნდაც არაჯანსაღ ფსიქიკაში. ონკოლოგიაში აქ ორნაირად მოქმედებს სტრესი. ეს არის ზოგადად ყველა სტრეს ფაქტორი და შემდეგ ონკოლოგიური დაავადება თავისთავად, რომელიც ბიოლოგიურად იწვევს იმუნოდეფიციტს. ანუ თუ უფრო მარტივად შევხედავთ, ზოგადად ონკოლოგია არის მაინც საკუთარი იმუნოდეფიციტი, რომელიც ვერ ცნობს სიმსივნურ უჯრედებს, ვერ ებრძვის მას და შესაბამისად ვითარდება ესა თუ ის ონკოლოგიური დაავადება. მარტივად ასეა. რაც შეეხება სხვადასხვა ფაქტორებს, აქ უკვე მანკიერი წრე იქმნება. თუ ბიოლოგიურად დაზიანდა ჩვენი იმუნური სისტემა უკვე არსებული ონკოლოგიური დაავადების გამო, ჩამოვთვალეთ უამრავი სტრეს ფაქტორი, რომელიც ონკოლოგიას პლუს კიდე თან ახლავს და იქმნება მანკიერი წრე. აი ამ წრის დარღვევაა სწორედ მკურნალობა, ეგრეთ წოდებული სამიზნე უფრო მიზანმიმართული მკურნალობა და ის რეაბილიტაციური მომენტები, რაც სტრესის დაძლევაში გვეხმარება. მანდ არ არის მხოლოდ ერთი ფაქტორი. ამიტომ მნიშვნელოვანია თავიდანვე პაციენტის მკურნალობაში ჩართული იყოს ფსიქორეაბილიტოლოგი. პალიატიური დარგის სპეციალისტი, რომელიც სიმპტომების მართვაში მოგვეხმარება. სოციალური მუშაკი, ოჯახი ძალიან მნიშვნელოვანი როლია. მეუღლეები, შვილები, მშობლები, ეს არის ის დიდი განძი, რაც დღეს საქართველოს აქვს. ამიტომ მე არ დავიღლები ამაზე ლაპარაკით, რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ის რამდენიმე ფაქტორი ევროპაში და ამერიკაში აღიარებული, როგორიც არის ფსიქოლოგი, როგორიც არის სოციალური მუშაკი, როგორიც არის გარედან მოსული ადამიანი, რომელიც გეხმარება ჩვენ ოჯახმა, მეგობრებმა შეგვიძლია ეს ჩავანაცვლოთ. და იგივე მულტიდისციპლინარული გუნდი ექიმებისა, რომელიც მხარში უდგანან პაციენტებს. და მე იმედი მაქვს, რომ არ არის შორს ის დრო, როდესაც ჩვენ ეგრეთ წოდებულ ტუმორ ბორცში მოიაზრება ნუტრიციოლოგი, მოიაზრება რეაბილიტოლოგი, პალიატიური დარგის სპეციალისტი, ფსიქოონკოლოგი, რომელიც ერთად პირველივე დღიდან მხარში დაუდგება პაციენტს და ერთად ვიბრძოლებთ პაციენტის გაჯამრთელებისკენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჩამონათვალი იყო, იმიტომ რომ თქვენ ახლა პრაქტიკულად იმუნიტეტი, ანუ დაცვითი რესურსები ორგანიზმისა, არა მარტო უჯრედულ და ორგანიზმის სარეგულაციო მექანიზმების დონეზე, არამედ ხილული ადამიანების სახით მთლიანად, როგორც დიდი არმია, ისე დაგვანახეთ. არის ერთი საჩოთირო თემა, რომელზედაც არასდროს საუბრობენ ხმამაღლა, მაგრამ მე ვთვლი, რომ ჩვენს გადაცემას აქვს ამისი თქმის უფლება. ჩვენ აკადემიურად საუბრობთ ყოველთვის ყველა თემაზე და სქესობრივი ცხოვრების ხარვეზები, რომელიც აქვთ ონკოლოგიურ პაციენტებს, ნამდვილად არის ის საკითხი, რომელზედაც ღირსსაჯაროდ საუბარი. მით უფრო რომ თვითშეფასება ქალების მაგალითად, რომელთაც აქვთ მკერდზე ჩატარებული ოპერაცია, საშვილოსნო არის ოპერირებული, ამოღებული, როგორც ამბობენ ხოლმე მთლიანად, ხო? გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქალების უმრავლესობას ეს აქვს ძალიან სერიოზული ტვირთი, თუნდაც იმიტომ, რომ მათი თვითშეფასება შეიცვალა, პარტნიორის დამოკიდებულება შეიცვალა. არის თუ არა ეს სერიოზული თემა და როგორ უნდა ხდებოდეს ამ პრობლემის გადალახვა რეალურ ცხოვრებაში?
დიდი მადლობა, ასევე ძალიან აქტუალური და მიჩუმათებული თემაა, რადგან თვითონ პაციენტები ერიდებიან ამ საკითხზე ლაპარაკს. თუმცა თუ კარგად ჩაუღრმავდები და დიდ დროს დაუთმობ პაციენტს, ის აუცილებლად გაგეხსნება და გეტყვის რა პრობლემაა. მე შემხვედრია რამდენიმე პაციენტი ახალგაზრდა, რომელმაც უარი თქვა მკურნალობაზე სწორედ ამ არასრულფასოვნების გამო. ამიტომაც არის დღეს მთელ მსოფლიოში მიღებული ფიზიკური დეფექტის მაქსიმალურად კორეგირება თავიდანვე, რათა პაციენტს არ ქონდეს, გაჯანმრთელებულ პაციენტს არ ქონდეს ფიზიკური არასრულფასოვნების კომპლექსი. და რასაკვირველია, არა მარტო მკურნალობა იწვევს, არამედ გახანგრძლივებული ფსიქოსოციალური სტრესი იწვევს ამ არასრულფასოვნებას, თუნდაც მეუღლესთან ურთიერთობის, თუნდაც სხვა ჩივილების, რომელიც ძალიან ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალიან დამანგრეველია ქალისთვის. ამიტომ ამ საკითხზე უნდა ვილაპარაკოთ და ხშირად უნდა ჩავრთოთ ოჯახის წევრებიც ამ ფუნქციაში და ამ როლში და მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ისევ იგივეს ვამბობ ოჯახის მხარდაჭერას ამ სიტუაციაში, იმიტომ რომ პაციენტი გახდეს სრულფასოვანი. თუნდაც ფიზიკურად მისი ასე ვთქვათ კოსმეტიკური დეფექტების გათვალისწინებით და ასევე მისი ფუნქციური მდგომარეობის გათვალისწინებით. გულისხმობთ, რომ უფრო გულწრფელი რომ იყოს ადამიანი, შესაბამისი გარემოც უნდა იყოს. და შესაბამისად სხვა პროფესიების ჩართულობაც უფრო აქტიური იქნება და შესაძლებელია ის ადამიანი დაუბრუნდეს სრულფასოვანი ამ ცხოვრებას. განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალები მყავს ხედველობაში. ამიტომაც მათი კოსმეტიკური ოპერაციები, რომელიც მათ ფიზიკურ არასრულფასოვნების კომპლექსს მოუხსნის, ძალიან მნიშვნელოვანია ასევე. ძალიან დიდი მადლობა. ნია დღევანდელი სტუმრობისთვის, მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის ძალიან მადლიერი ვარ ნამდვილად, მაგრამ დღევანდელი სტუმრობა იყო ძალიან კარგი გამოცდილება, მე ვფიქრობ, ფართო საზოგადოებისთვისაც და განსაკუთრებით იმ ადამიანებისათვის, ვისაც თავად აქვს ეს დიაგნოზი, ან ოჯახის წევრს აქვს. იმიტომ რომ დღეს თქვენ ყველა თემაზე ცალ-ცალკე საუბრით, მთლიანობაში დაგვანახეთ სურათი, რომ აქ, როდესაც ონკოლოგიაზე ვსაუბრობთ, მარტო სიცოცხლის გახანგრძლივება არ არის ჩვენი ამოცანა, აქ ამოცანა არის ადამიანის ცხოვრების ხარისხის მაქსიმალურად შენარჩუნება და შეძლების დაგვარად გაუმჯობესება და მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. მაყურებელს შევახსენებ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ კლინიკური ონკოლოგი ქალბატონი ნია შარიქაძე. მე არ გემშვიდობებით, წინ კვებით შუქნიშანი გველოდება. ონკოლოგიური დაავადებების დროს კვებაზე უამრავ ინფორმაციას ამოიკითხავთ თანამედროვე სოციალურ ქსელებში, სოციალურ მედიაში, ინტერნეტ სივრცეში. ეს გასაკვირი არ არის, იმიტომ რომ ერთი მხრივ ადამიანებს დიაგნოზი აღელვებს, მეორე მხრივ ყველა ის საშუალება, ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც ამ პრობლემის თავიდან აცილებაში, ან უკვე არსებული პრობლემის დაძლევაში დაეხმარება. კვება ნამდვილად არის ის გზა, რომელიც პრობლემის მართვაში გვეხმარება და არის ნამდვილად გზა, რომელიც პრობლემის თავიდან აცილებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. აქ გასათვალისწინებელია სხვადასხვა წახნაგი და მათ შორის არის თუ არა დასაბუთებული მაგალითად შეხედულება ამა თუ იმ დიეტასთან ან ამა თუ იმ კვების მოდელთან მიმართებაში, როდესაც ცალსახად აღმოაჩენთ მტკიცებულებას სოციალურ მედიაში, რომ ნამდვილად შეიძლება ესა თუ ის კვების მოდელი იყოს სასწაულმოქმედი ონკოლოგიური დიაგნოზის დროს. დიახ, არსებობს სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვა ტიპის ერთეული ან მრავლობითი კვლევები, მაგრამ თანამედროვე მედიცინა ჯერჯერობით ვარაუდობს იმას, რომ საერთო პრინციპები ონკოლოგიური დაავადების მართვასთან დაკავშირებით არ განსხვავდება ნებისმიერი სხვა დაავადების მართვისგან, არსებითად არ განსხვავდება ჯანსაღი ცხოვრების პრინციპებისგან, როდესაც მრავალფეროვანი უნდა იყოს კვება. ეს არის მთავარი საკითხი, როდესაც მრავალფეროვანი, დაბალანსებული უნდა იყოს კვება, სადაც გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ჯგუფის საკვები პროდუქტი, სხვადასხვა ფერის, სხვადასხვა დოზით, სხვადასხვა შეხამებით და სხვადასხვა საჭიროებით დასაბუთებული. აი, დასაბუთებასთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა მოგიყვეთ. რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ დიაგნოზზე, წარმოვიდგინოთ ზოგადად ან კონკრეტულად. თანამედროვე მედიცინა გვეუბნება, რომ ზოგადი წარმოდგენები აღარ არის საკმარისი და ჩვენ უნდა აუცილებლად მოვარგოთ ესა თუ ის ცოდნა ადამიანებს
ინდივიდუალურად. თქვენ გახსოვთ, მე წლების მანძილზე ვსაუბრობ ადამიანის სიცოცხლეზე, ადამიანზე და შესაბამისად ყოველთვის ვამბობ, რომ პერსონალიზებული, ანუ ერთ ადამიანზე მორგებული რეკომენდაცია არის ყველაზე სწორი, ყველაზე სასარგებლო, ყველაზე ოპტიმალური. მარტივია ასეთი თარგის აჭრა, მარტივია ასეთი შესაბამისობის მოძებნა კვებასა და ადამიანის მდგომარეობას შორის. რა თქმა უნდა, არა. მაგრამ აქ მუშაობს ორი მხარე. ერთი ზოგადი პრინციპები და მეორე თავად ამ ადამიანის მდგომარეობის მახასიათებლები. აი ამ ორი წახნაგის ურთიერთშეხამება გვაძლევს სწორედ კვების მოდელებს, რომელიც ინდივიდუალურად, პერსონალურად უნდა გამოვიყენოთ. ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევაში არსებობს ზოგადი წარმოდგენებიდან შემდეგი ფაქტორები გასათვალისწინებელი. ის რაც ყველა შემთხვევაში არის თქვენთვის ცნობილი და ის რაც ყველა შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა. ეს არის ცხოვრების წესის შესაბამისად, მაგალითად, ფიზიკური აქტივობა, ძილის რეჟიმის მოწესრიგება, ეს გახლავთ იმუნიტეტის წრთობა, გაკაჟება, სტრესის მართვა, ეს გახლავთ მავნე-ჩვევების რეგულირება, რასაკვირველია ეს ყველაფერი კვებასთან ერთად, განათლებასთან ერთად, ჰიგიენასთან ერთად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველა ეს ფაქტორი იყოს მთავარ ღერძზე აგებული. ღერძზე, სადაც მნიშვნელოვანია ამ აქტივობების დროში გადანაწილება, ამ აქტივობების ულუფის განსაზღვრა, ანუ რა რაოდენობით ან დატვირთვა, ან საკვებია, ან ძილია. და აუცილებლად გასათვალისწინებელია, რასაკვირველია, შინაარსი, რა ჩავდეთ, შინაარსი ფიზიკურ აქტივობაში, კვებაში და ასე შემდეგ. თუმცა უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით, რა სჭირდება ადამიანს, ვისაც ონკოლოგიური პრობლემა აქვს. ონკოლოგიური პრობლემის შემთხვევაში ყველაზე ადვილად გახარჯვადი რესურსი ეს არის ცილოვანი კომპონენტები. რატომ? ცილა გვეხმარება ავაშენოთ ესა თუ ის სტრუქტურა, საკუთარი ორგანიზმი ავაშენოთ და შევინახოთ ეს ორგანიზმი, შევინარჩუნოთ მისი ფუნქციები და მეორე მხრივ ყველა პროცესი, რომელიც ჩვენს ორგანიზმში მიმდინარეობს, ელემენტარული თითზე ჭრილობიდან დაწყებული, დამთავრებული ღრმა დაზიანებებით, ყველა შემთხვევაში იცლება ორგანიზმი, უბრალოდ კარგავს ორგანიზმი ცილის გარკვეულ რაოდენობას. ასეთ შემთხვევაში ჩვენ სრულფასოვანი ცილის მიღება გვეხმარება ორგანიზმის წონასწორობის შენარჩუნებაში. სწორად შერჩეული ცხიმები, განსაკუთრებით გაუჯერებელი ცხიმები, ომეგა-3 ცხიმები, ომეგა-3-ისა და ომეგა-6-ის სწორი თანაფარდობა, როდესაც ბევრი არ არის ომეგა-6, რადგან მათ მოგეხსენებათ, აქვს თავისი ეფექტები, რომელზედაც ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ. გასათვალისწინებელია აგრეთვე ყველა ის მინერალი, ვიტამინი, რომელიც სჭირდება ჩვენს ორგანიზმს და ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვლაპარაკობთ ანტიოქსიდანტებზე, ანტიდამჟანგავებზე, ფერად პროდუქტებზე და ყველა ფერის მიღმა დაშიფრულ ნივთიერებაზე. ეს ყველაფერი არის ჩვენს კვებით შუქნიშანში. ეს პროდუქტები მდიდარია ანტიოქსიდანტები, მდიდარია ვიტამინებით, მდიდარია მინერალებით. ერთი შეხედვით ზოგადი პრინციპები შესაბამისად სწორია. მაგრამ რა მოხდება თუ გეტყვით, რომ ვიტამინებით, მინერალებით ჭარბი დატვირთვა ონკოლოგიური დიაგნოზის დროს შეიძლება იყოს ძალიან სახიფათო გადაწყვეტილება. განსაკუთრებით თუ დანამატებით ფარმაცევტული საშუალების სახით მით უფრო თვითნებურად ვაძლევთ ადამიანებს ვიტამინებსა და მინერალებს. ეს ნივთიერებები ასეთ შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეს აგიზგიზებულ ცეცხლში შეგდებული შეშის დატვირთვის მქონე ნაერთები და განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ონკოლოგიური დაავადების რა ფაზაში იმყოფება ადამიანი და შეგვიძლია თუ არა თავისუფლება მივცეთ ასეთი გადაწყვეტილება მივიღოთ. ანუ გამოდის, რომ ერთი მხრივ ნაქები ვიტამინები და მინერალები შეიძლება აღმოჩნდეს ტვირთი ონკოლოგიური პაციენტისთვის. ამისთვის გვჭირდება ცოდნა და პერსონალური მიდგომა. კიდევ რატომ გვჭირდება ასეთი მიდგომა? გვჭირდება იმიტომ, რომ ჩემს უკან განთავსებული ბოსტნეული და ხილი, რომელიც ძალიან ხშირად არის უკიდურესად რეკომენდებული და რომელზედაც სისტემატურად საუბრობ მე, ონკოლოგიური დაავადების დროს შეიძლება იყოს პრობლემა, თუ არ გავითვალისწინეთ პაციენტის მდგომარეობა, არ გავითვალისწინეთ დაავადების ფაზა, არ გავითვალისწინეთ სამკურნალო საშუალებები. რატომ?
იმიტომ რომ ყველაზე ნაკებმა ნიორმა, ყველაზე ნაკებმა ბროკოლიმ შეიძლება ქიმიური ნაერთების ურთიერთქმედების გათვალისწინებით წამალზე იქონიოს ზეგავლენა ან წამალმა იქონიოს კვების პროცესზე ზეგავლენა. აი ამ ურთიერთქმედებაში შეიძლება ხილი და ბოსტნეული ნაკები პროდუქტები აღმოჩნდეს შესაზღუდი. კიდევ ერთი თავისებურება. ჩემს მიერ კვებით შუქნიშანში მინიშნებული ბოსტნეული და ხილი ძალიან მდიდარია მცენარეული ბოჭკოთ. თქვენ მეტყვით რა ჯობია ამას, სულ ამაზე არ საუბრობთ, დიახ, სულ ამაზე ვსაუბრობ. მაგრამ თუ მაგალითად ქიმიოთერაპიის ფონზე ადამიანს აქვს ფაღარათი, ადამიანი კარგავს საკვებნითირებს ისედაც ჩვენი ჩარევის გარეშეც აღმოჩნდება, რომ მცენარეული ბოჭკოთი დატვირთვა კიდევ უფრო გააღრმავებს ამ პროცესს. ანუ გააუარესებს ამ ადამიანის მდგომარეობას. გამოდის, რომ აქაც გვჭირდება ინდივიდუალური მიდგომა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადი პრინციპებით ძალიან ნაკებია მცენარეული ბოჭკო. ჩვენ ხშირად საუბრობთ მაგალითად პროდუქტებზე, რომელიც პროცესირებულია, პროდუქტები, რომელიც ძალიან ტკბილია და შაქრებით არის დატვირთული, პროდუქტები, რომელიც მლაშია და ასევე არის ტექნოლოგიურად დამუშავებული, ალკოჰოლის გამოყენებაზე. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, საერთო ზოგადი პრინციპის არის. მაგრამ საგანგებოდ ვაქებთ ხოლმე ისეთ მცენარეულ ცხიმებს, რომელსაც აქვს უნარი დაიცვას ჩვენი ორგანიზმი ანთებისგან. ეს არის ომეგა-3. განსხვავებით მცენარეული ცხიმით უკიდურესი დატვირთვისა, როდესაც ომეგა-6-ის შემადგენლობაში არსებული უპირისპირდად ომეგა-6-ის თვისება გააძლიეროს ანთება ან გააძლიეროს თრომბის წარმოქმნის რისკი, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც შევარჩევთ ამ პროდუქტებს. უარი ვთქვათ მცენარეულ ზეთებზე, არა, უნდა დავიცვათ თანაფარდობა მცენარეულ ცხიმებსა და იმ პროდუქტებს შორის, რომელშიც არის ომეგა-3. დღეს ამაზე აღარ გესაუბრებით, ჩვენ ძალიან ბევრს საუბრობთ ხოლმე ომეგა-3-ს. არის პროდუქტები, რომელთა დამსახურებით, როგორც გითხარით, ანთება შეგვიძლია ავიცილოთ თავიდან, შევამციროთ და თუ გავითვალისწინებთ ონკოლოგიური დაავადება, ეს არის ანთების, სისტემური ანთების ფუძეზე მიმდინარე პროცესი, მაშინ ანთების საწინააღმდეგო პომიდორი, ანთების საწინააღმდეგო ყველა ის პროდუქტი, რომელიც ახლა ეკრანზე გამოჩნდება და ეს პროდუქტები არის სხვადასხვა სახის კენკრა, სხვადასხვა სახის ციტრუსი, აგრეთვე მწვანე ფოთლოვანი მცენარეები, თევზეული, თხილეული და ასე შემდეგ. ყველა ეს პროდუქტი არის ერთი მხრივ ვიცით, რომ ანთების საწინააღმდეგო ეფექტის და მეორე მხრივ ჩვენი ორგანიზმის ზოგადი ჯანმრთელობისთვის, დღეგრძელობისთვის აუცილებელი წინაპირობა. მაგრამ ყველასთვის აღმოჩნდა, რომ აქაც გვჭირდება პერსონალური მიდგომა, როდესაც ჩვენ საუბრობთ ონკოლოგიურ პაციენტზე და დაგვავიწყდება რომელ ფაზაში ან რომელი სამკურნალო ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ არის. მიუხედავად ამ პროდუქტების ნაკები თვისებებისა, აქაც გვჭირდება ჩვენი მის გათვალისწინება, რა ურთიერთქმედება შეიძლება იყოს წამალსა და საკვებნიუთიერებას შორის, ან მაგალითად წამალსა და კვების მოდელს შორის, ან დაავადების ფაზასა და ჩვენ მიერ შერჩეულ კვებით მოდელს შორის. ამიტომ თანამედროვე მედიცინა შეჯერდა, რომ ერთ-ერთი ყველაზე კარგი არჩევანი, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს დაშიფრული დიეტებში და ხმელთაშუა ზღვის აუზის კვების მოდელი გახლავთ ყველაზე მეტად რეკომენდებული ონკოლოგიური პაციენტების შემთხვევაში, ანუ მცენარეულ კომპონენტებზე დაფუძნებული, თუმცა პრინციპი, რომელიც ყველა ამ რეკომენდაციას დაიტევდა, არის მოქცეული თეფშზე. იმ თეფშზე, რომელთაც ყოველთვის ვიწყებ ხოლმე კვებით შუქნიშანს და რომელიც კიდევ ერთხელ გვეუბნება, რომ მრავალფეროვნება კვებაში დაბალანსება, ურთიერთ თანაფარდობა, ურთიერთ შეხამება და რაც თავარია ამ კვებითი პრინციპების, ანუ ხუთი ფერის, ხუთი ჯგუფის პროდუქტების შეხამება პაციენტის მდგომარეობასთან და მკურნალობასთან იქნებოდა მისთვის საუკეთესო არჩევანი. მე ამით გემშვიდობებით ჯანმრთელობას და ღირსებას გისურვებთ.